29 აპრილს ჭიათურაში ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი იკურთხა. ღვთისმსახურება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა აღავლინა. თანამსახურებდნენ წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე და სხვა სასულიერო პირები. ტაძრის კურთხევის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა მრევლი დალოცეს და ქადაგებით მიმართეს. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ქრისტეს მიერ საყვარელნო მეუფეო მამანო დედანო ძმანო და დანო დღეს აღესრულა მამა გაბრიელის სახელზე აშენებული ტაძრის კურთხევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მადლი უფლისა უგუნისამდე დამკვიდრებული იქნება ამ ტაძარში და მეოხი ჩვენი წინაშე ღვთისა არის და მარადის იქნება მამა გაბრიელი, რომელსაც დღეს ევედრება მთელი მსოფლიო და ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მიუხედავად მრავალ ტანჯული თავისი ბედისა ბოლო ჟამს აღორძინდება სულიერად პირველ რიგში და კვლავ აღადგენს დიდ ტრადიციას, ღვთის დიდების ტრადიციას, სულიერი ცხოვრების ტრადიციას და ამისი საწინდარი არის ჩვენი მამა გაბრიელი და ამის საწინდარი არის ჩვენი პატრიარქი და რომლის კურთხევითაც, რომლის გადაწყვეტილებითაც შერაცხულია წმინდანად მამა გაბრიელი და მადლობა ღმერთს და ღვთისმშობელს სამწყალობისათვის და მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ დიდებული ტაძრის შექმნაში, ლოცვით, შრომით, შეწირულობით, ამ ტაძრის ღვთისმსახურებს, მრევლს, დღეს ვინც მონაწილეობთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მეუფეს, წალკელ ეპისკოპოს გრიგოლს და სტუმრებს, ჩამოსულებს. დღეს აი ამ კურთხევის შემდეგ ჩვენ ახლა ერთობლივად აღვასრულებთ საღვთო წირვას. დღეს არის მიცვალებულთა მოხსენიება და ეს იმას ნიშნავს, რომ ზეციურ საქართველოსთან ერთად არის გაერთიანებული ჩვენი მიწიერი ეკლესია და დღეს დიდი ზეიმია, დღეს დიდი სიხარულია და მადლობა ღმერთს ამისთვის და მადლობა მამა გაბრიელს. იხარეთ და იდეგძელეთ მრავალსა წელსა მრავალ ჟამიერ, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ამიტომ კიდევ ერთხელ გახარებთ და მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! მეუფე ბრძანდება წალკიდან და იგი ხშირად ბერძნულათაც გვილოცავს და მინდა რომ მოგვილოცოს ქართულათაც და ბერძნულათაც. თქვენო მაღალ ყოლაზუსამდელოისთო მეუფეო, ძვირფასო მამანო, დედანო, ძმანო, დანო, ქრისტე აღდგა. ქრისტოს ანესტი. ალევტოს ანესტი. ქრისტე აღდგა. ყოველი ტაძარი, რომელიც იკურთხება უფლის სახელზე. და ყოველი ტაძრის კურთხევა ეს არის აღდგომა. უბრალოდ მოწყალე ღმერთი და მოწყალე ეკლესია დაუშვა, რათა განადიდოს ადამიანი და უწოდოს ამა თუ იმ ტაძარს წმინდანის სახელი. და გილოცავ ტაძრის კურთხევის დღესასწაულს, განახლება, ენკენია, ამ დღეს გადმოდის დიდი მადლი და ვისუნთქოთ მარადისობის ჰაერით. ამინ. და ეს სიხარული აღდგომის იყოს ძალა
რათა ჩვენი სიყვარული გაძლიერდეს, ომი დამთავრდეს, საქართველო გამთლიანდეს და საქრისტიანო გადარჩეს. ტაძრის კურთხევის დასრულების შემდეგ ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართეს. ამავე დღეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტაძრის მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სასულიერო და საერო პირებს სიგელები გადაეცათ. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ქრისტეს მიერ საყვარელო მეუფეო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ჩვენ ვიმყოფებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის 50 დღიან ზეიმში. ამიტომ კიდევ ერთხელ გახარებთ და გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგენა, განახლება, გამტკიცება, გაძლიერება ჩვენ აქ ამ მდგომარეთა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს განსაკუთრებული დღეა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, რადგანაც დღეს ჩვენ გაერთიანებული ვართ ჩვენს გარდაცვლილებთან და ეს არის დღე, როდესაც მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსე ერთად არის. ჩვენ ვართ ერთი განუყოფელი ეკლესია, როგორც ამ ქვეყნად, ისე ზეცაში. ჩვენ ერთნი ვართ და აი ამ ერთობის განსაკუთრებული დღეებია მიცვალებულთა მოხსენიების დღე, რომელიც წელიწადში 7-ჯერ არის, 7-ჯერ აღესრულება. ამიტომ დღეს ხარობს ჩვენი გული და ხარობს ჩვენი წასულების გულები ხარობენ. დღეს არის ზეიმი ცისა და ქვეყანისა, განსაკუთრებით აღდგომის მოხსენიება არის, რადგანაც აღდგომა ეს არის ზეიმი ერთდროულად, როგორც ცოცხალთა, ისე გარდაცვლილთა და ამ ზეიმში და არ არის შემთხვევითი ღვთის განგებით ეს ზეიმი დაემთხვა სწორედ ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ მრავალი მიზეზი ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად და მადლობთ უფალს, რომ მამა გაბრიელის ტაძრის კურთხევა დაემთხვა და არ არის ისიც შემთხვევითი, რომ მამა გაბრიელი თავად არის ჩვენი შუამავალი ამ ქვეყანასა და ზეცას შორის. მადლობთ მამა გაბრიელს, რომ ისი შეწავნით მოხდა ეს კურთხევა, მოხდა დღევანდელ დღეს. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კავშირი დღევანდელი კურთხევისა, მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან, რადგანაც ამ ტაძრის ისტორიას აქვს ერთი ძალიან მტკივნეული, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი საიდუმლოებითი ისტორია. ეს არის ის, რომ აი, როდესაც იწყებოდა ამ ტაძრის მშენებლობა, იმ ჯგუფის წევრებს შორის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული, აი ამ უბნის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, რომ ეს ტაძრის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, აი ერთ-ერთი ოჯახის, 13 წლის ახალგაზრდა ყრმა ანზორი, იგივე დავითი ტრაგიკულად დაიღუპა და ეს გახდა კიდევ ერთი ნიშანი, რომ ჩვენ მამა გაბრიელი უხილავად მოგვიწოდებს ზეცისკენ. ბევრმა ნახა სიზმარში, რომ იგი მამა გაბრიელთან ერთად იყო და ეს მართლაც არაჩვეულებრივი, როგორც გარეგნობით, მართლა ანგელოზებრივი გარეგნობა ჰქონდა ამ ბავშვს და სულითაც გამორჩეული, მორწმუნე, აი ესე წაიყვანა მამა გაბრიელმა, ჩვენ ასე გვწამს, თავისთან წაიყვანა სასუფეველში და აი ეს რაღაც სწორედ ზეცასთან კავშირმა სხვანაირად წარმართა ამ ტაძრის მშენებლობა. თქვენ ხედავთ, რომ ეს ტაძარი არის აშენებული კაცხის მაცხოვრის ტაძრის მსგავსია და ძალიან დიდია ამ ტაძრის მნიშვნელობა არა მარტო ამ უბნისთვის, მთელი ჭიათურისთვის, ზემო იმერეთისთვის. ეს ნიშნავს, რომ
მამა გაბრიელი ჩვენთან არის, ის გვიცავს ჩვენ როგორც ცოცხლებს, ასევე იგი პატრონობს ჩვენს წასულებს და ღრმად ვწამს, რომ ანზორი იგივე დავითი მამა გაბრიელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და ღრმად ვწამს, რომ იგი სასუფეველშია. იმიტომ რომ სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაც ისეთი ფერისცვალება მოხდა, ხომ არის რომ ტრაგედია აცილებს ადამიანს ღმერთს ან პირიქით ძალიან აახლოებს. აი სწორედ ეს დაახლოება მოხდა და ეს სწრაფად წარიმართა ტაძრის მშენებლობა. და ეს ძალიან სიმბოლურია, რომ ეს დღე გარდაცვალების დღე იყო გუშინდელი დღე, 28 აპრილი. და მაშინ იყო აღდგომის დღე. აღდგომის დღე იყო მაშინ. აღდგომა იყო და აი სწორედ აი ასეთ დღეს დაემთხვა ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სწორედ აი მიცვალებულთა დღე არის ძალიან სიმბოლური, რადგანაც ყრმის სიცოცხლე, ესე იგი, შეეწირა ამ ტაძარს, თუმცა ისევ ვიმეორებ, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ იგი უფლის მფარველობის და მამა გაბრიელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. მე მინდა დავლოცო ეს ოჯახი, ხვედელიძეების ოჯახი, რომელთაც ეს მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო მეტი სარწმუნოებით აღივსნენ და აი გააგრძელეს ეს საქმე, არ შეუწყვეტიათ და მათი მეგობრები, რომლებიც ჩვენ კიდევ გვინდა რომ მოიხსენოთ დღეს. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რომ ამ ტაძრის მშენებლობაში სამღვდელოების ძალიან დიდი ჯგუფი მონაწილეობდა, თითქმის მთელი ეპარქია იყო ჩართული, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მამა თეიმურაზმა დეკანოზმა რაღაცა მეტი დრო თითქოს დაუთმო მამა თადეოსთან ერთად და რაღაცნაირად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იგი გამختارიყო წინამძღვარი და ესეც ძალიან სიმბოლურია. მისი კურთხევიდან, ღვთლად კურთხევიდან დღეს შესრულდა 13 წელი და ულოცავთ ტაძრის წინამძღვარს, ესეც სიმბოლურია. მოკლედ აი ესეთი დამთხევები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ნიშანია ღვთის წყალობისა, მამა გაბრიელის წყალობისა, ერთიც რო არ თქვა არ შეიძლება. მთელ საქართველოში დღეს არის მინიმუმ ღრუბლიანი ამინდი თუ არა წვიმა და გუშინ წვიმა იყო, ხვალ პროგნოზია წვიმის და აი მამა გაბრიელმა მზე გამოგვიყვანა და ესეც მამა გაბრიელი საოცარი წმინდანია, საოცარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არა თუ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში, არამედ არა მართლმადიდებელთა შორის, რომელნიც ზოგი უკვე მოინათლა და ზოგი ფიქრობს ნათლობას, მართლმადიდებლურ ნათლობის მიღებას, უამრავი ადამიანი ამბობს, რომ მათზე იმოქმედა მამა გაბრიელის ცხოვრების გაცნობამ. და ერთს გეტყვით, ეხლა ზუსტად რამოდენიმე დღის წინ ჩვენთან რამოდენიმე წელი თქვენ იცით, რომ წინანდალში უკვე ტრადიციად შეიქმნა, მე-7 თუ მე-8 წელია ძალიან მნიშვნელოვანი კლასიკური მუსიკის კონცერტი იმართება სექტემბერში და აქ იწვევენ მსოფლიოს ცნობილ მუსიკოსებს. და ეს არის ძალიან ერთ-ერთი უძლიერესი ასეთი ფესტივალი, თუ შეიძლება ითქვას და ერთ-ერთი იტალიელი, ესე ვთქვათ, დირიჟორი, ცნობილი დირიჟორი კარლო პონცი, ეს არის შვილი ცნობილი იტალიელი რეჟისორისა და ამავე დროს დედამისი იყო სოფი ლორენი. სოფი ლორენის შვილი და აი ამ პონცის რეჟისორის შვილი, რომელიც ეს წლები ჩამოდიოდა და გაიცნო საქართველოს, ნახა ეს კულტურა და გადაწყვიტა, რომ მონათულიყო მართლმადიდებლურად და მივიდა სამთავროში, ითხოვა რომ მამა გაბრიელის სახელი დაერქმიათ მისთვის. სამთავროში მოინათლა და აი ესეთია ჩვენი მამა გაბრიელი და ბედნიერები ვართ ჩვენ, რომ ყავს ასეთი მამა გაბრიელი და კიდევ გავიმეორებ, რომ ბედნიერები ვართ ჩვენ, რომ ყავს ასეთი პატრიარქი, იმიტომ რომ ეს ორი მართლაც ილია და ენუქივით მოევლინენ საქართველოს მეორედ მოსვლის წინ და შეიძლება ითქვას, რომ დიდ ძალას გვაძლევენ ჩვენ და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მათი ლოცვით, მამა გაბრიელის და ჩვენი პატრიარქის ლოცვით ივერია კიდევ უფრო
გაძლიერდება სარწმუნოებრივად და მიაღწევს ისეთ სიმაღლეს, როდესაც ვერავით არის დევნა, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია მეორედ მოსვლის წინ, მას სარწმუნოებას ვერ შეაცვლევინებს. ამისთვის ჩვენ მთელი ჩვენი ისტორია გვამზადებდა ღმერთი. და პირიქით, რაც უფრო გაიზრდება დევნა, ქართველი კაცი მით უფრო დაუახლოვდება ღმერთს. ამიტომ ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დავნო, ხნედიყავით და განძლიერდით და ესევდით უფალსა. დიდი მადლობა ტაძრის მოძღვრებს, მრევლს, ყველას, ვინც საოცარი ღვაწლი აღასრულა ამ ტაძრის მშენებლობაში, ლოცვით, ფიზიკური შრომით, შემოწირულობით და ჩვენ დღეს გვინდა რომ გადავცეთ მათ ასეთი ჩვენი ეპარქიის სიგელი, ჯილდო ამ დიდ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. საქართველოს საპატრიარქოს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სიგელი ქალაქ ჭიათურაში ლეჟუბანში ღირსი მამა გაბრიელ სალოსისა და აღსარებელის სახელობის ტაძრის მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცოს დეკანოზი მელქისედეკი ხვედელიძე და მიანიჭოს მას მადლი ღმრთისა და მრავალჟამიერი სიცოცხლე. ქალაქი ჭიათურა 2025 წელი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი. აქსიოს 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 ასევე ძალიან დიდი ღვაწლისათვის მარტო მამა თეიმურაზიე ვერ გასწდებოდა ამ საქმიანობას, რომ მის გვერდში არ გარიყო ჩვენი ერთ-ერთი უხუცესი მოძღვარი დეკანოზი თადეოზი სარალიძე. აქსიოს 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 ღმერთმა დალოცოს დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე ტაძრის წინამძღვარი, რომელმაც ნამდვილად ყველაფერი გააკეთა, რომ კარგად წარმართულიყო ეს მშენებლობა და დღევანდელი ზეიმიც ეხერხება ზეიმების მოწყობა. აქსიოს 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 აქ აღინიშნა, რომ მართლაც ადგილი შერჩევისას და ვისი სახელობის უნდა ყოფილიყო ეს ტაძარი, ამის შერჩევისას მყისიერად მიიღო გადაწყვეტილებები შტაგონებულმა მონაზონმა ელენემ. აქსიოს 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 ნამდვილად თქვენ ხედავთ და ერთის მხრივ ეს არის მსგავსი კაცხისა, მეორეს მხრივ ძალიან ორიგინალური ტაძარია, არაჩვეულებრივი გარედან ექსტერიერი, ინტერიერი. საერთოდ ეს არქიტექტორი ხუროთმოძღვარი გამოირჩევა აი ამ ბოლო წლებში საეკლესიო ხუროთმოძღვრების უამრავი მნიშვნელოვანი ძეგლი აქვს შექმნილი. ეს არის ბატონი დავით სვანიძე. აქსიოს 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 ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა, მაგრამ აი ესეთი ბირთვი, რომელმაც ლომის წილი თავის თავზე აიღო და ჩართული იყო ბოლომდე ამაში, ეს არის სამი პიროვნება, 4 უფროსწორედ. პირველი ეს არის მონახთისა ლევან წერეთელი. აქსიოს 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 მონახთისა შალვა ხვედერიძე, ანზორი დავითის მამა. აქსიოს 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 მონახთისა კახაბერ სარალიძე. აქსიოს 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 აქსიოს
ჭიათურაში ბრძანდება და მოღვაწეობს არაჩვეულებრივი ქალბატონი იზო ცარციძე, რომელიც არის არაჩვეულებრივი პოეტი და მოქალაქე და მისი ვაჟი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული და ჩვენ გვინდა რომ მასაც დღეს აქ ბრძანდება. მონახტისა იონა ბარათაშვილი აქსიოს 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 ჩვენს არაჩვეულებრივ ხუროთმოძღვრებას ასევე მოუხდა არაჩვეულებრივი ხატები და მის ავტორს მონახტისა გოჩა ჩიქოვანს ასევე გადაეცემა სიგელი აქსიოს 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 კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა დღევანდელ ამ ზეიმში მონაწილეობისათვის განსაკუთრებით მის ყოვლად უსამგდელოესობას მეუფე გრიგოლს ჩვენს განსაკუთრებით სამგდელოებას რომელიც სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამობრძანდნენ ჩვენ სტუმრებს ჩვენ ყავს ასევე საერო პირები ბატონი აკაკი მინდიაშვილი, ქალბატონი მაგა ჯოხაძე და რასაკვირველია ჩვენს ხელისუფლებას დიდი მადლობა, იმიტომ რომ თავიდანვე იყო ეს გვერდში დგომა და ეხლაც გრძელდება. როგორც ჭიათურის, ისევე საჩხერის ყოველთვის გვერდში გვიდგას ერთია ზემოიმერეთი და რასაკვირველია დღევანდელ დღეს ვინც მონაწილეობთ ამ ზეიმში ყველას დიდი მადლობა საპატრიარქოს ტელევიზიას კიდევ თვითონ ჭიათურის ტელევიზიას შემოქმედებით ჯგუფს დიდი მადლობა ყველას ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა მრევლს გადაგებით მიმართა ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თეიმურ აზრუხაძემ წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მინდა მივმართო უფალს დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა ჩვენ ყველანი შეკრებილნი ამ წმინდა და დიდებული ტაძრის თაღებ ქვეშ ვართ მადლიერნი ღვთისა რომ ინება უფალმა ჩვენი ულამაზესი ქალაქის უძველეს დასახლებაში სადაც დასახდნენ პირველი ჭიათურლები, გვარად ლეჟავეები და უბანსაც ეწოდა ლეჟუბანი, აშენებულიყო ულამაზესი უმშვენიერესი ტაძარი, ღირსი გაბრიელ, აღმსარებლისა და სალოსის სახელზე. 13 წლის წინ მოსახლეობის თხოვნით ყველას გვახსოვს თქვენი მობრძანება მეუფეო ლეჟუბნის დასახლებაში, მოსახლეობასთან შესახვედრად, რომელთაც გამოთქვეს სურვილი რომ აშენებულიყო ტაძარი ღვთისა. თქვენ ყოველივე სიხარულით მიიღეთ და დავიწყეთ ადგილის შერჩევა. რამოდენიმე ადგილი, რომელიც წარმოგვედგინა ტაძრის შესაფერისად, ღვთის განგებულები თქვენ დაიწუნეთ. ეს ადგილი კი იმ პერიოდში ეკალბარდით იყო დაფარული. მცირე ნაგავსაყრელს წარმოადგენდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ აქ აშენებულიყო ტაძარი. ახლაც თვალწინ მიდგას, თუ როგორ შემოგთავაზად დედა ელენემ მეუფეო, ამ ადგილაზე რა სიტყვით, აქ ხომ არ იქნება ტაძრის აგება კარგი, რასაც თქვენი მხრიდან მოყვა თანხმობა. შემდეგ მე ვიკითხე, თუ ვისი სახელობის შეიძლება ყოფილიყო ახლა დაგებული ტაძარი. აქაც დედა ელენე მითხოვა სიტყვა. მეუფეო, მამა გაბრიელი ახალი შერაცხულია წმინდანად და ხომ არ აჯობებს ტაძარი იყოს მამა გაბრიელის სახელობის, რასაც მოყვა თქვენი და ლოცვა კურთხევა და თანხმობა. დაგვევალა მე და მამა თადეოს იმხრათ ყოველ პარასკევს შემდგომ ორშაბათობით შეგვესრულებინა პარაკლისი ღირსი მამა გაბრიელის სახელზე და ოჯახიდან ოჯახში ემოგზაურა მამა გაბრიელის ხატს. ასე გადაწყდა ამ ადგილას აშენებულიყო ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი, რომლის საძირკველიც 10 წლის წინ 2015 წლის 23 აპრილს თქვენს მიერ იკურთხა. ჩვენი სამრევლოს და პირადად ჩემი სახელით განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოხატოთ მეუფეო თქვენს მიმართ. 13 წლის განმავლობაში ჩვენ არ მოჰკლებია თქვენი ყურადღება და მწყემსთავრული მზრუნველობა. ჯერ კიდევ მხოლოდ საძირკველი იყო ჩასხმული, როდესაც 2015 წლის 2 ნოემბერს მამა გაბრიელის ხსენების დღეს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოსთან ერთად ღიაცის ქვეშ აღავლინეთ სამღვთო ლიტურგია. ასევე შეგისრულებიათ სავედრებელი პარაკლისები.
ახლა დაგებულ ტაძარში კი 2023 წლის 2 ნოემბერს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მეუფე მიქაელთან ერთად აღასრულეთ საზეიმო წირვა. მუდამ ეწეოდით ლოცვით და ამხნევებდით ჩვენი ტაძრის ქტიტორებს. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო მათ ამ გაწეული ღვაწლისათვის. ასევე ყოველ შემომწირველს ამ დიდებული ტაძრის აგებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მინდა მადლიერება შეუთვალო ყრმა ანზორ იგივე დავითის სულს, რომლის გარდაცვალების შემდეგ უფრო აქტიური გახდა 2019 წლის მაისის თვიდან ტაძრის შენებლობა. ერთ-ერთ ქადაგებაში თქვენ ბრძანეთ. დავითი არის მამა გაბრიელთან ერთად ღვთისწინაშე მდგომი და ლოცულობს ამ ტაძრის აღშენებისათვის. მადლიერებას გამოვთქვავთ ჩვენი უსაყვარლესი მონაზონის დედა ელენეს მიმართ, სწორედ მისმა იდეამ განსაზღვრა ამ ტაძრის მომავალი. ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო ტაძრის არქიტექტორის ბატონი დავით სვანიძის მიმართ, რომელმაც შექმნა ამ დიდებული ტაძრის პროექტი, რომლის ხილვასაც ადამიანები აფრთხოვანებაში მოჰყავს. ასევე ჩვენი ტაძრის მრევლი და პირადად მე მადლიერნი ვართ დეკანოზი მელქისედეკ ხედელიძის მიერ ჩვენი ტაძრისთვის გაწეული ღვაწლისათვის. ასევე მადლობა მინდა გადაუხადოთ ქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ გივი მოდებაძეს და გამგეობის ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისათვის და თანადგომისათვის. მინდა მადლიერება გამოვხატო მეუფე გრიგოლის მიმართ, რომელიც ჩამობრძანდა და მიიღო მონაწილეობა ამ დიდებულ დღესასწაულში. და ბოლოს მეუფეო, ჩვენი სამრევლოს და პირადად ჩემი სახელით მინდა გადმოგცეთ მოკრძალებული საჩუქარი სამღვდელმთავრო კვერთხი, რომელიც ჩვენ სპეციალურად თქვენთვის დავამზადებინეთ მეუფე. მასზე არის გამოსახული წმინდა მოციქულთასწორი დედა ნინო, თქვენი მღვდელმთავრად გამორჩევის დადგენა სწორედ წმინდა მოციქულთასწორი დედა ნინოს საფლავთან მოხდა და წმინდა ნინოს გზა თქვენ არაერთხელ გამვლეთ. აქ არის წმინდა დანიელ წინასწარმეტყველი, თქვენი მფარველი წმინდანი და ასევე ღირსი მამა გაბრიელი. კიდევ ერთი ტაძარი შეემატა ჭიათურის მუნიციპალიტეტზე, ჩვენი მორწმუნეების ჩვენთვის საერთოდ ერისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი ტაძრები უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში და ნამდვილად ღმერთმა დაგვლოცოს ასეთი ლამაზი საქმის კეთებისათვის ყველა ვინც საფუძველი ჩაუყარა და ბოლომდე მიიყვანა ეს მართლაც კეთილშობილური საქმე. როგორც არქიტექტორი გეტყვით, რომ ტაძარი მართლაც განსხვავებული ფორმის, გამორჩეული გამოვიდა, როგორც მამა გაბრიელი გამორჩეული იყო ყველასგან და ამავე დროს თბილი და ახლობელი იყო ყველასათვის. გამორჩეულებასთან ერთად ტაძარი რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილით არის გადაწყვეტილი. მით უმეტეს, რომ ტრადიციული კანონიკურ სტილში ბოლომდე ზის და ესეთი გაშლილი სივრცე მივიღეთ როტონდის ტიპის და ვფიქრობ, რომ გამორჩეული პროექტი გამოვიდა. წილად ხვდა ბედნიერება, რომ აი ეს ხატები დამეწერა ამ ტაძრისთვის. აი ხა ბოლოს დავწერეთ უკვე აი კანკელის ხატები. რაც აქ არის წარმოდგენილი თითქმის ყველა ჩემი შესრულებულია. აი ხა კანკელის ხატები გავაკეთებ, ბოლოს კარეტული ხატები, იქ რა ქვია სამკვეთლო სადიაგნოზის შესასვლელი, მთავარანგელოზის ხატები და ერთი სიტყვით არ ვიცი, ძალიან ლამაზი გამოვიდა, დიდი მადლობა მინდა მეუფეს აი ამ სიგელისთვის უთხრა, დიდი პატივია ჩემთვის და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან მოხარული ვარ. მე პირადად არ მქონდა ეს ტაძარი ნანახი და ძალიან კმაყოფილი ვარ და მოხარული ვარ, რომ ესეთი ლამაზი ტაძარი, კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი აშენდა აი ესეთ ლამაზ მხარეში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, როდესაც შენს ქალაქში, შენს ახლოს, შენს სახლთან ახლოს ესეთი მნიშვნელოვანი ეკლესიის კერა და სულიერების კერა შენდება და მით უმეტეს, როცა ეს არის მამა გაბრიელის სახელობის კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენთვის და თითეული ქალაქელისთვის, თითეული ამუბნელისთვის, რომელიც ლეჟუბანში ცხოვრობს. ჩემს პატარასთან ერთად მოვედი, რომ ეზიაროს და გახდეს ამ მნიშვნელოვანი დღის ნაწილი და როგორც ადგილობრივისთვის უმნიშვნელოვანესია სახლთან ახლოს იყოს მრევლისთვის ესე ტაძარი, სადაც შეძლებენ მოსვლას სულიერად კიდევ უფრო გაძლიერებას. ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის რახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებაც გაიმართა. ტაძრის ეზოში სხვადასხვა სახის გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა ჭიათურაში არსებული მნიშვნელოვანი ძეგლების ამსახველი ფოტოები. წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის მშენებლობის ამსახველი ფოტოებიც. როდესაც დაიგეგმა ტაძრის კურთხევა, მეუფე დანიელის გადაწყვეტილება იყო, რომ ეს ყოფილიყო სახალხო ზეიმი და ამ ზეიმში ჩართული იყო მთელი ქალაქი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ვთხოვეთ ქალაქის გამგეობას და ესეთი სახალხო
ზეიმი მოვაწყვეთ დღევანდელ დღეს, ჩაერთო ჭიათურის კულტურის ცენტრი, ტურიზმის სამსახური, ჩაერთო ასევე ჩვენი მუზეუმი ქალაქისა, არის სამუზეუმო გამოფენა არის გამოფენა, ფოტოგამოფენა, სადაც გამოფენილია ფოტოები ამ ტაძრის მშენებლობიდან, ქალაქის ღირსშესანიშნაობებია გამოფენილი და აი ყველას ერთად ეხლა ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, რომ აქ ვინც მოვიდოდა, ყველას გამასპინძლებოდა მამა გაბრიელი და ეს ზეიმი ყოფილიყო არა მარტო კონკრეტულად სამღვდელოების და ამ ტაძრის მრევლის ზეიმი, ეს ყოფილიყო სრულიად ქალაქის ზეიმი ყოფილიყო და სრულიად საქართველოს ზეიმი ყოფილიყო, იმიტომ რომ მამა გაბრიელი არ გვეკუთვნის მარტო ჩვენ, მამა გაბრიელი ეკუთვნის სრულიად საქართველოს და მამა გაბრიელი ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. წარმოვადგინეთ გამოფენა, რომელიც ასახავს ქალაქის ისტორიას, მისი დაარსების დღიდან დღემდე, გამოიფინა ასევე ეთნოგრაფიული მასალა და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი კომპოზიცია შეიკრა საერთო ჯამში და თვითონ მრევლის და აი აქ დამსწრე საზოგადოების ინტერესიც გამოიწვია შესაბამისად. დიდი დღესასწაულია ჭიათურლებისთვის. წარმოდგენილი მაქვს ხელნაკეთი, ბუნებრივი ქვებით ნაკეთი სამკაულები. ზოგადად აქ ჩემს გარდა არიან კიდე ეპარქიის, ანუ ადგილობრივები ჭიათურლები, რომელსაც წარმოდგენილი აქვთ ყველას თავისი ხელნაკეთი ნივთები. შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ტაძრის საძირკველი კი 2015 წელს იკურთხა.